სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროსა და ოლიმპიური რეზერვების მზადების ეროვნული ცენტრის ინიციატივით სკოლებში კალათბურთის უფასო სექციების გახსნა დაიწყო. სამინისტროში დღეს პროექტის პრეზენტაცია გაიმართა. მომზადდა სპეციალური მემორანდუმი, რომლის თანახმად შესაბამისი სპორტული დარბაზების მქონე საჯარო სკოლებში მაღალკვალიფიციური მწვრთნელები იმუშავებენ და მოსწავლეებს უფასო საკალათბურთო ვარჯიშები ჩაუტარდებათ. უფასო სექციები თბილისის რამდენიმე საჯარო სკოლაში უკვე ფუნქციონირებს. კალათბურთის მეშვეობით მაქსიმალურად ჩართვა მოსწავლეების სპორტულ აქტივობაში. ჩვენ გვინდა რომ სპორტის სხვადასხვა სახეობების შესვლა მოხდეს სკოლაში და შესაბამისად მაქსიმალურად მოხდეს ახალგაზრდების მობილიზება სახეობებში, სხვადასხვა სპორტულ სახეობებში. დაიწყო უფასო სექციები კალათბურთში, რომელიც ითვალისწინებს იმ სკოლებში, სადაც ინფრასტრუქტურა გვაძლევს საშუალებას უფასო სექციების, კალათბურთის უფასო სექციების გახსნას. აღნიშნული პროექტით ჩვენ როცა ვიწყებდით, ფიქრობდით, რომ ამ პროექტში ყველა სკოლა მიიღებდა მონაწილეობა, საზღვარშამდე, მაგრამ ჩვენ სასკოლოდ მოხდა ისე, რომ 100 ბავშვს, დაგეგმილი 100 ბავშვს მაგვირათ, უკვე 120 სპორტსმენი, 120 სკოლის მოწაფე ემზადება სპორტი, რომ ჯერ პირველ რიგში მასიური უნდა გახდეს, ეს დამტკიცებული არის, ჯერ მასიური უნდა იყოს და მე უკვე მასიური და რაოდენობიდან ზუსტადაც იქიდან გამოდიან მე უფრო მეტი ნიჭიერი სპორტსმენი და მე პროფესიონალები ხდებიან. უბრალოდ ეს იდეა და ამ პროექტის განხორციელება მრავალი წელია მინდოდა, გამეხორციელებინა, მაგრამ ამის შესაძლებლობა არ იყო.